This is Mariami. She negotiated shipments in 5 languages before most people finish their morning coffee. She has a French master's and 4 years of executive experience. She has been rejected from internships. Yes, internships. What they don't know is that Mariami is not just a logistics professional. Business is a philosophy to her. She reads the air and can communicate with everyone. Multidimensional, with high corporate values, the kind of person who takes everything seriously without ever taking life seriously. She grew up backstage at the biggest theater in Georgia, which explains everything and nothing at the same time. She can close a freight deal and quote Dostoevsky in the same breath. Oh, and she speaks 6 languages. She told me to mention that. Little Mariam, you do not know what's coming yet. But if you wait a bit, you'll understand that life has always had something great planned for you. It always does. That's just how it goes for people like Mariami. But let's annoy her a bit before she gets what is the best for her. ვარ საქართველოში დავამთავრე უნივერსიტეტი. ძალიან წარმატებულად გონია რომ ჩავხურის ეტაპი, ულამაზეს და უმაგრეს ეტაპი და წარმატებას განსაზღვრავ იმ ადამიანებით და იმ ურთიერთობების ხარისხით, რაც მე შევიძინე. იმ სახელით, რაც მე დავტოვე, იმ დამოკიდებულებით და მაინდსეტით, რაც მე ახლა მაქვს. და იმ შემართებით, რაც მე მაქვს. მე მგონია, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ვისწავლე, როგორ ვიყო ბედნიერი და ეგ არის უნარი. ზოგადად ბედნიერად ყოფნა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული უნარი, რომელსაც ვაკვირდები, რომ ხალხს ან არ აქვს, ან სხვანაირად უდგებიან უბრალოდ საკითხებს და ესე მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს უნარი გაუმკლავდეს წარმატებამდე და ბედნიერებამდე მიმავალ გზას, იმ ბედნიერებას და იმ წარმატებას ვერ შეირგებს, იმიტომ რომ ყოველთვის მოლოდინები ექნება, რომ ის რაღაც გააბედნიერებს და ეგრე არ ხდება. ბედნიერება არის მდგომარეობა, უბრალოდ არსებობა, რომ აი ბედნიერ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ აი რა დავამატო. ნახე, წარმატებულად ყოფნა სხვა რაღაცა არის, ნაყვარებად გრძნობა სხვა რაღაცა არის, გართობა სხვა რაღაცა არის, კარგ ხასიათზე ყოფნა სხვა რაღაცა არის და ჩვენ ეს ყველაფერი ერთმანეთში მგონია, რომ გვერება. ჩემს ამ ეტაპს დავარქმევდი, რომ სრულიად სავსე ვარ შინაგანად ბედნიერების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ბედნიერება განისაზღვრება ისევ და ისევ ურთიერთობებით. რა ურთიერთობებიც მე მაქვს ჩემს მეგობრებთან, ახალ მეგობრებთან, ძველ მეგობრებთან, ჩემს შეყვარებულთან, ჩემს ოჯახთან. და დანარჩენი არის, რომ წარმატება მოვა. წარმატებულ ადამიანს იმისაც ვთვლი თავს, იმიტომ რომ 3-ჯერ დავამტკიცე ეს და 3 ახალი ცხოვრება წამოვიწყე, 3-ვეში ძალიან ბედნიერ და კარგად ვიცხოვრე. და ახლა უბრალოდ ბებია ჩემის ფულით ვარსებობ. ველოდები, შემოთავაზებები ძალიან კარგია, მაგრამ მინდა რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღო და ნაჩქარევი ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს უფულობა და ეს ვიღაცის წარუმატებელი პერიოდი ჩემთვის არის უბრალოდ ის ეტაპი, რომელიც მამზადებს, რომ ძალიან მაგარ და ამის მიზნებამდე მიმიყვანოს, რაც მე მინდა. შესაბამისად, არც ეს ეტაპი მგონია, რომ რაღაც ცუდი არის ან წარუმატებელი, ეს არის უბრალოდ ნაწილი. და როდესაც რაღაც ესე შეხედა მგონია ლაითად და ჯანსაღად, ყოფილი რომ მარტივი იქნება და სასიამოვნო და ამ ეტაპებზე ვარ ამ წამს. წავედი ახლა ჩემი მეგობარი ერთ-ერთი ვნახო. და 11-ში ბრუნდები მარსელში, ახლა თეზისზე, ფრანგულზე, სამსახურის ზებრაზე ვმუშაობ, ჩემი სახელის და ბრენდის აშენებაზე, ჩემს ურთიერთობებზე, მონატრებული ხალხის ნახვაზე და ნელ-ნელა გადავალ ისევ მარსელში და გავაგრძობ ჩემს რუტინას და ძალიან ბევრ რაღაცაში კიდე განვითარდები და მე უფრო მაგარი პროფესიონალი დავრუნდები. აქ სხვა მარკეტებისთვის და ასე შემდეგ. And other hilarious jokes. Ha 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 ha. Okay, thanks Mariami. Now let's get back to Marseille. What are you doing now? გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. ვთქვათ რა იქნება ახლა საქმე, არ მაქვს
მასალი ყველანაირია და იმიტომ. ზღვაც არის, ჰაიკინგიც არის, ბუნებაც არის, სიმშვიდეც არის, ძალიან დიდი ქაოსი არის, ფართიც არის, სიმშვიდეც არის და თან ძალიან ცხელა, საფხულია და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აქაური და თუ დავუშვები სტაჟირებაზე, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი 6 თვეს. თუ არ დავუშვები და ასე და არის პრობლემა. იმიტომ რომ საჩემო არ ყოფილა ისეც ვიცი რომ არ არის სტაჟირება საჩემო, მაგრამ მაინც. აი როდის ვიფიქრებდი რომ მე აქ ვიცხოვრებდი და ესეთი ანუ ფრანგი მეგობრები მეყოლებოდა ესე ვიკუსკუსებდი და ცხოვრების საწყობა შევეცდებოდი მაგრამ თან ვიქნებოდი ძალიან განერგულებული და დეპრესიული იმ კუთხით რომ არ ვიცი ჩემს ხება ჩავყავ და სად ვიმუშაო Let's go with the dog. Mayor, but I think you will not be. They will not see You me. both will not. Yeah. Unfortunately for us, no. They will not see you. They will. მინდა თქვა რომ ძალიან უცნაური შეგრძნება როდესაც ტყეში ცხოვრობ, ოღონდ ტყეში არ ცხოვრობ, National Park არის, ანუ სახელმწიფო ნაკრძალი ასე ვთქვათ, ანუ არის დასული ტერიტორია. მოკლედ, ჩემი 30 დღიანი ლოქინი ნიშნავს, რომ 7 ნაბიჯისგან შედგება და დღის განმავლობაში უნდა გავაკეთო 7-ვე. და მე ყოველ დღეს ვაფასებ, ნუ რამდენი ნაბიჯი შევასრულე, იმდენ გულს ვწერ. ჩემი მიზანია რომ 6 ან 7 მქონდეს ყოველ დღე, ნუ მაგრამ 6-ის ნორმალურია. ეხლა რა შეიცვალს? პირველი ეს არის 2 საათის ან 3 საათის სათმობა LinkedIn-ზე ახალ ხალხთან მიწერა. ისეთი სამსახურების დათარგეთება, სადაც ანუ რაც რელევანტური და შესაფერისია ჩემი პროფილის და ჩემი კანდიდატურის და უკვე ჩემი მოთხოვნების, ანუ დირექტორობას არ ვეძებ, მაგრამ რა თქმა უნდა არც entry level პოზიციებს არ განვიხილავ, თუ კი მახვილებ ყურადღებას არ მიიღებს ის კომპანია ან ის ქალაქი ან ქვეყანა. 3 სხვადასხვა მარკეტი მაქვს, მესამე ეს არის შემეცნება, ანუ რაღაც ახალს უნდა ვსწავლობ და ყოველ დღე იქნება ეს ლოგისტიკაში, გეოპოლიტიკაში, ეკონომიკაში, მსოფლიო ნიუსებში, არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ამჟამად AI-ის კურსი მაქვს აღებული და AI-ს ვსწავლობ. მეოთხე ეს არის ფრანგული სწავლა, ანუ ყოველ დღე 1 საათიან დოკუმენტურებს ვუსვენ ფრანგულ ენაზე, სხვა შორის კრიე პროგრესი მაქვს და ვაკეთებ ტექსტის გაგებებს. მეხუთე ეს არის კლასიკური ლიტერატურის კითხვა, რომელსაც დიდად ვერ ვახერხებ ხოლმე, ანუ სულ 6-ზე ვამთავრებ დღეს, მაგრამ არ აუშავს. მე-6 არის ვარჯიში, ანუ ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობას იქნება ბაიკი, ვარჯიში, ახლა ჩავდივარ პლაჟისკენ, ცურვა თუ ასე შემდეგ. მე-6 ეს არის მაღალცილოვანი კვება, ანუ ცილას ვიფრი, რომ მივიღო ჩემი წონა გამომდინარე 90 გრამი ცილა ყოველდღიურად. დავლიო წყალი ლიტრა ნახევარი, ანუ 2 ლიტრა. იმიტომ რომ არ ვსვავდი და მივიღო ის ყველა დანამატი, ან ის წამალი რასაც ვსვავ. სამხური გამომჩა. როგორ არა და მე-7 ძილი. 12 საათზე უკვე უნდა მეძინოს, რომ დაახლოებით 7 ან 8-ზე უკვე ავდგე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცხელა აქვს და შესაბამისად ამის გაკეთება ძალიან მინდა. სულ ეს იყო ხა წავედი. არ ვიცი ზღვის გარეშე როგორ ვიცხოვრო აქედან რომ წავალ. და სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრება იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ყველა მხრივ რა. ანუ მართლა ყველა მხრივ. მოკლედ ესეც გასვლებზე ხოლმე, ესეც ძალიან მიზანმიმართულად მივდივარ და ვფიქრობ იმ ცხოვრებაზე, რომელიც მინდა და ზუსტად ვიცი რომ უნდა გამომიყო, იმიტომ რომ ის სხვა არჩევანი არ მაქვს, ჩემი შინაგანი. ჩემი შინაგანი არც ხმა, არც
მოკლედ არაფერი არ გამაჩერებს რომ ეგ გავაკეთო, იმიტომ რომ ფიზიკურად შემიტყვი სხვა რამეზე ვერ ფიქრობს. რა ცხოვრება მინდა, რა აქტივობა მინდა რომ ჩავთვალო ცხოვრებაში და აი ზუსტად ვიცი რომ შინაგანი ცეცხლას მე მაქვს, აი უბრალოდ შანსი არ არის რომ აი ღმერთმა ან აი არ ვიცი სამყარომ დამინახოს და აი უბრალოდ დაენანებათ რომ აი ესეთი შინაგანი რაღაც გახარჯონ, ანუ ძალიან მინდა უზომოდ მინდა იცხოვრება და ღმერთო აი უბრალოდ იმის ამომისა შესაძლებლობები რომ ძალიან მოსოვიშორებ აი იმაში გამემართოს რა. ნახოთ. აი ჩემ მუსიკას უსმენ ხოლმე და აი ვიწყებ აი იმაზე ოცნებას და იმაზე ფიქრს რომ როგორ მივიდე იქამდე და რა ვიცი ყველაფერი იქნება იმედია. სამი ცხოვრება ვიცხოვრე და საქართველოს მომცა კბემა და ეს სიმკაცრე. საბერძნეთმა მომცა ძალიან დიდი სილაღე, სიმსუბუქე და უკომპლექსობა და საფრანგეთმა, ნუ იმას აქში დაემთხოდა ისეთ პერიოდში, მომცა სტერეოტიპების და ყუთების გამოწვევა, კითხვის დასმა და ჩემთვის და უკვე მარიამისთვის სწორი პასუხების მიღება. და ის განწმენდა, რაც აქამდე ვაკავებდა რა. ძალიან მადლობელი ვარ სამივე ცხოვრების და ახლა ვიაზრებ, რამდენი რამის უნდა ვიყო მადლობელი და რა მაგარი ტიპი ვარ. She always struggled to let go of that Iron Lady, strong woman image. And honestly, she is still holding on to it. She loves working too much to give it up. However, she has now come to the groundbreaking realization that love, emotions, friendships, and family can actually coexist with her empire. I guess she is on the right track. What do you think, guys? New episodes dropping soon. Apparently so is her ego. Stay tuned.